მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და არხი კაპოჩიშიროსნოსამი და დღეს, როგორც თქვენ ალბათ უკვე მივხვდით ამ ვიდეოს სათაურით, მე ავაშენებ ჩემს ოთახს რეალური ცხოვრებიდან მინიკრაფტში. მე პრინციპში უკვე კულისების მიღმა გავამზადე, ასე ვთქვათ, ჩემი ოთახის მიახლოებითი ტერიტორია და მოით უკვე დავიწყოთ. ასევე ჩვენ დავიწყებთ ახლა კედლებით და დავამთავრებთ პრინციპში სახურავით, რადგან ჯერ ასაკურველია კედელი. Так, პრინციპში ჩემს ოთახში მე ახლა პრინციპში ვუყურებ ჩემს ოთახს. ჩემს ოთახში არის კედელი ყვითელი ფერის, მაგრამ რაღაცა ცოტა გავს კანისფერს, რაღაცა ასეთი ფერი, კიდე ნახატებითაც კი, მაგრამ არ ვიცი აქ თუ იქნება ასეთი კედელი მინიკრაფტში და ეს და არა, ასეთი საერთოდ არ არის. მე ასეთი ცოტა მოყვითალო, მაგრამ ამავდროულად ცოტა კანისფერის ისინიც ჩანს. Так. და მგონი ვერც კი ვნახავ მინიკრაფტში ასეთ რამეს. Так. აქ ასეთი ფერი არ არის, ანუ როგორც ჩემს ოთახს აქვს ესეთი კედლები. პრინციპში ეს არ არის მთავარი, მოდით გამოვიყენოთ მაშინ უბრალო თეთრი ბეწვი, როგორც მე ასე ვთქვათ, გავაკეთე ხაზი, მიახლოებითი ასე ვთქვათ, ხაზი ჩემი ოთახის. პრინციპში მთავარია გავაკეთო ფანჯრები, მთავარია გავაკეთო დეკორაცია და მთავარია გავაკეთო ეს კედლებიც. Так, პრინციპში კედლები ავწიოთ მაქსიმალურად, ასე, ხო? ასე, ეს მოგეთ მიდის და გამოის ოთახის ბოლოს, ზუსტად მაგიდა არის და მაგიდასთან პირდაპირ აქ პირდაპირ ახლა ვუყურებ ამ ფანჯარას, აქ არის ფანჯარა გამოდის სადღაც ორ ბლოკში. ოკეი, ორი ბლოკის ფანჯარა. Так, ოკეი, ჯერჯერობით კედელი. დიდი სამწუხარო რასაკვირველია, რომ აქ არ არის ზუსტად ისეთი იდენტური კედელი, როგორიც არის ოთახში, მაგრამ არ უშავს. Так, და აქ ცოტა არ არა, პრინციპში ზუსტად გამოდის, ხომ, მე ზუსტად ვაკეთებ ყველაფერს, უბრალოდ და აქ საწოლი, ერთი ბლოკი ყველგან, ოკეი. Так, სხვა რო გაიწიე ძალიან თხო, აქ მიშლი შენებლობაში, ასე ვთქვა. Так, ოკეი. ახლა უნდა ავწიოთ ეს კედლები, ასე. და აქ ზუსტად არის ფანჯარა ორ ბლოკში და ზუსტად, მეგობრებო, ზუსტად ასეთივე ფანჯარა ორ ბლოკში. Так, მოით ახლა თავად შუშა ავიღოთ ფანჯრისთვის, ასე. და დაგვრჩა კიდე ეს კედელიც, ოკეი. არ არის პრობლემა, ასე. Так, ასე და პრინციპში კედელი უკვე არის მზად. და იატაკთან მე უკვე პრობლემა საერთოდ არ მაქვს, იმიტომ ჩემთან იატაკი არის ახლავე გეტყვით, ასეთი ზუსტად ესეთი ფერის, ესეთი ხის მატერიალისაგან. მოით მეგობრებო, მე ახლა კულისების მიღმა გავაკეთებ ახლა იატაკსაც და დაგიბრუნდებით. Так, მეგობრებო, დაგიბრუნდით, იმიტომ უკვე იატაკი მზად არის. და რაც შეეხება კარებს, მე ახლა ვუყურებ კარებს და კარები არის პატარა კარები შედგება ფანჯრისგან, ანუ შუშები არის რა. და პრინციპში თეთრი კარი შუშებით, მაგრამ დიდი სამწუხაროდ მინიკრაფტში ასეთი უბრალოდ იცით როგორი ასეთი ფანჯარა, ხომ, ასეთი შუშები ჩამოდის ასე, მე აქ მთავრდება და მე პრინციპში მთლიანად ასეთი კარები, მაგრამ დიდი სამწუხაროდ აქ ხოდა ასეთი ფანჯარა შუშებია, ანუ აქამდე არ ჩამოდის. სამწუხაროა, მაგრამ არ უშავს. Так, პრინციპში სახურავს მე გავაკეთებ, რომ ასე ვთქვა, სახურავმა არ შეგვიშალოს არაფერში. მოით უკვე დავიწყოთ თავად დეკორაცია, იმიტომ ჩვენ უკვე ექსტერიერი გავაკეთეთ და ახლა პრინციპში ინტერიერი. Так, პირველი რასაკვირველია, ახლა იქნება საწოლი. საწოლი ჩემთან არის პირდაპირ, ახლა შემოდიხარ ოთახში და პირდაპირ მარცხნივ არის განლაგებული აქ საწოლი, ასეთი საწოლი, ანუ Так, ოკეი, ავიღოთ ეს საწოლი, ეს შემოდიხარ და აქ არის ზუსტად ეს საწოლი.
Так, 1 თუ 2 იყოს. Ну, ოკეი, 2 უფრო კარგი იქნება, აი ესეთი 2-იანი საწოლი, იმიტომ ასე უფრო გავს ჩემს საწოლს. Так, ოკეი. შემდეგ, რაც ეხება ამ მხარეს. Так. აი აქ ასევე ამ მხარეს მაქვს აი რაღაც ბლოკი, რომელიც ძალიან გავს რაღაც მაგიდას. რომელზედაც მე ვდებ პრინციპში იმ ტანსაცმელს, რომელიც უნდა ჩავიწო მაგალითად ხვალინდელი დღისთვის, ან მაგალითად დღეს, აი მაგალითად თუ სადმე გავდივარ, მაგიდაზე სულ ვდებ, ანუ ასეთი რაღაც მაგიდატირე რაღაც ბლოკი, სადაც ვდებ ჩემს ტანსაცმელს, რომელიც უნდა ჩავიწო მაგალითად დღეისთვის, ხვალისთვის, ანუ სადაც პრინციპში ვამზადებ ჩემს რაღაც ტანსაცმელს. Так, ოკეი. და აი ზუსტად ესეთი მუქი ფერის არის. Так, შემდეგ ერთი ბლოკით. არა, ერთი ბლოკი არც კი უნდა გავსდეთ. აი პირდაპირ მაგ ბლოკთან ახლოს არის ტუმბო. Так, ტუმბო პრინციპში აი ზუსტად არა, თითქმის იგივე ფერის. აი ზუსტად. თითქმის ზუსტად აი ასეთივე ფერის. აი თითქმის ზუსტად აი ასეთივე ფერის მეგობრებო, აი უბრალოდ სიტყვას გაძლევთ. Так, აი ესეთი ტუმბოს ვერ გავაკეთებ ასე. მოიცით როგორ გავაკეთოთ, რომ რაღაცნაირად რომ ტუმბოს გავდეს, აი ასე. აი ესეთი ტუმბო. და მაგ ტუმბოზე მე ვდებ აი ტელეფონს, საფულეს, ყურსასმენს, მოკეთ აი ესეთ პატარა ნივთებს. ზუსტად აი ამ ტუმბოზე. Так, შემდეგ ერთი ბლოკით უნდა გავწდეთ, მაგრამ ასევე ისე რომ Так, და აი აქ არის ზუსტად კარადა, რომელშიც არის ზუსტად ტანსაცმელები. და კარადა არის ესეთი მუქი ფერის, აი ესეთი ზუსტად აი ესეთივე მუქი ფერის და მოდით გავაკეთოთ. კარადა არის დიდი, შეიძლება გითხრათ უზარმაზარი. ასე, აი ესე სახურავამდე თითქმის წდება, მაგიტომ მე ვაკეთებ ზუსტად აი ამ ხელას, რომ ცოტათი ასე თქვა მიწდეს სახურავს, ასე ასე. ზუსტად აი ესეთივე კარებები. ანდა იცით როგორ არის მოგეჩხეთ? აქ ჩვენ ახლა უნდა დავუძოთ აი ასე. ანუ აქ არის ესეთი პატარა კარადები. აქ უკვე მოდის ასეთი დიდი კარადა, თუ შესაძლებელია ასე გავაკეთებდი. არ არის შესაძლებელი? და ერთს მეგობრებო რაღაცნაირად გავაკეთებ და დაგიბრუნდებით. მოგეთ მეგობრებო, როგორც მე არ ვეცადე, მაინც ვერ დავაყენე მასე კარები, იმიტომ სულ რაღაცნაირად ვერ ვაყენებდი. მაგიტომ მოგეთ ჩემს მოგეთ აი ამ კარადაზე, ხომ? აი ამ კარადაში როგორ არის, აი ასეთი პატარა კარადები ქვემოდან, დიდი ასეთი კარებები შუაში და პატარა ისევ კარადა ზემოდან. მაგრამ ასე მე ვერ გავაკეთე, მაგიტომ მე გავაკეთე ასეთი დიდი კარადა და ასეთი პატარა კარებებიც. მაგრამ მე აი ზუსტად აი გეუბნებით, სიტყვას გაძლევთ, გეფიცებით რომ ზუსტად აი ასევე გამოიყურება ეს კარები. იცით როგორ აი ეს კარებები ასე იღება და ეს კარები აი ასე აი ზუსტად აი იდენტურად 100%-იანი. Так, ოკეი. და პრინციპში აქაც აი აქაც არა, აქაც აი როგორც აი ეს კარებები ასე უბრალოდ აქ მინიკრაფტში მე ვერ გავაკეთე ასე, მაგრამ თავარია რომ ძალიან გავს იმას, რაც არის რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ აი ამ კედელთან არის კიდე პიანინო, აი ახლა აი ამ პიანინოს ვუყურებ, მაგრამ აი როგორ გამოვსახო ახლა ეს პიანინო მინიკრაფტში? არც კი ვიცი, так, რაღაცნაირად უნდა ვიფიქრო. პრინციპში, ისეთ როგორ შემიძლია? ანუ, ავიღოთ ასე, ხომ? და აქ რაღაცნაირად დავაყენოთ. რა ვიღა საერთოდ? აი ასეთი. პრინციპში, აი სიმართლე გითხრათ, აი ასე გავს, ხომ პიანინოს? ხო, აი, პიანინო არის დამზადებული ხისგან და აი ასე რომ უყურო. Так, დაეკიდე რომ ჩამოკიდო თუ შესაძლებელია რასაკვირველი. Так, აი ასე. რაღაცნაირად აი ძალიან და გავს პიანინოს, იმიტომ სხვანაირად შენ ვერც კი გააკეთებ ახლა მინიკრაფტში პიანინოს და აი ასე რომ მოყურო პრინციპში ძალიანაც და გავს.
Так, окей. მოით ახლა გადავიდეთ აი ამ კედლის ნაწილთან, სადაც არის პრინციპში. ახლა ჩვენ უნდა გავუსწრეთ 1, 2, 3 ბლოკი. აქ უკვე ავიღოთ ასევე მუქი, ხო, მუქი ფერის მაგიდა. აი ასეთი მუქი ფერის მაგიდა. Так, სკამი არის უფრო ღია ფერის ვიდრე, აი ასეთი ღია ფერის. Так, და ახლა პრინციპში აი ზუსტად აი ამ მაგიდასთან ვზივარ. ახლა პრინციპში აი ამ მაგიდაზე არის განლაგებული ნოუთბუქი, კიდე კალკულატორი და აი ესეთი ფანგრები, კალმები, აი ესეთი რაღაცეები და ლამპა, გველია ლამპარიც. Так, და მეტი პრინციპში არც არაფერი. მაგიტომ როგორ გამოსახო ახლა აქ ნოუთბუქი, აქ ასეთი ბლოკი რომ იყოს ნოუთბუქად, მაგრამ ეს უფრო კომპიუტერს გავს და ოკეი, მოით მეგობრებო, ნოუთბუქი დავუშვათ რომ ასეთი იყოს. პრინციპში მაუსიც აი ასე. Так, როგორც ჩემს სოფელში ჯერჯერობით გამოდის აი მინიკრაფტში რო არის. ნუ ოკეი, პრინციპში აი ასე დგას ნოუთბუქი და აი კალკულატორს უკვე პრინციპში ვერც კი დავდგა. ცოტა სიმართლე გითხრათ უკვე დავიღალი აი ამ დინს რომ ვლაპარაკობ, მაგრამ მოდით უკვე გავაგრძელოთ და პრინციპში ჩვენ უკვე თითქმის მივედით ფინალამდე. პირდაპირ ჩემს მაგიდასთან პირდაპირ გვერდით, აი ახლა ვუყურებ აი ამ ადგილს. აქ არის ასეთი სპეციალური თარო. აი ასე თითქმის ისეთივე ფერის როგორიც არის იატაკი და თარო როგორ გავაკეთოთ ასე. ასე. შემდეგ ასე და ასე. უი, რა გავაკეთე აქ ცოტა შეცდომა დაუშვი ასე და ასე. პრინციპში აი თითქმის გავს, მაგრამ აი აქ ასეთი იცით რა, აი აქ არის ასეთი სპეციალური დიდი თარო, ასე ვთქვათ, ხომ? აი დიდი ასეთი ტერიტორია, სადაც დგას მუსიკალური ცენტრი, დინამიკები რა. მაგრამ აი ამ დინამიკებს პრინციპში როგორ შეიძლება, აი ახლავე ავიღებ აი ასეთი დინამიკები დგას, აი ასეთი 3 ცალი დინამიკი, მაგრამ ოკეი. აქ იყოს ასეთი 2 დინამიკი. და ბოლო რაც დარჩა, ეს არის უკვე ნოხი. იმედი აქ არის აი ასეთი მეგობრებო ფერის და აი კონტრასტი აი პატარა ცოტა ოდენი თეთრის. ისიც როგორ მეგობრებო, ნოხი მთლიან ოთახზე არ არის, აი ნოხი იწყება გამოდის აქედან, ასე. ცოტა მერე თეთრიც მოდის ასე, ასე მიდის, გრძელდება. მაგიდასთან ასე და პირდაპირ აი ამ საწოლთან მერე ასე ვთქვათ მთავრდება და აქ ასევე არის ესეთი თეთრი ნახატებიც შეიძლება ითქვას ასეც ასე. ანუ ცოტა პატარა ასე ვთქვათ უზორები თეთრის და პრინციპში მეგობრებო, всё, ჩვენ უკვე მოვჭით ჩემს რაღაც გამოიყურება აქ, იცით, აი რაღაცნაირი სხვანაირი ნახატია, მაგრამ არ რაუშავს პრინციპში როგორც გამოდის მინიკრაფტში, მაგრამ ისე სიმართლე გითხრათ გავს. გავაკეთე ასევე ჭერიც და დარჩა მხოლოდ ჭაღი განათებისთვის. Так, ну პრინციპში ჩემს ოთახში ჭაღი დგას, აი ახლა ვუყურებ ამ დავუბრმავდი. აი პირდაპირ ჭაღი დგას, აი ზუსტად აი ოთახის შუაში, რომელიც ანათებს ძალიან მაგად, იცით, აი ასეთი მოყვითალო ფერით. და აი მინიკრაფტში წესითა და რიგით ასეთი მოყვითალო ფერი არის. და გაიცით როგორი რაღაცა ოთახის შუაში აქ ვერ გამოდის, ხომ ოთახის შუაში ხომ ვერ. მაგრამ მოით მეგობრებო გავაკეთოთ ასე. პრინციპში ავიღოთ ახლა სპეციალური ბლოკები, redstone-ის ბლოკები. და ახლა ჩამოვიდეთ, შევიდეთ ისევ ჩვენს ოთახში. შეხედეთ მეგობრებო, წვიმაც წამოვიდა, ახლა დროზე დავდგათ ჩვენი ასე ვთქვათ ჭაღი და
გავაფორმოთ ჩვენი ვაუ შეგეთ აი როგორ გამოიყურება აქ ყველაფერი მოგეთ გავაკეთე აქ არის ესეთი მაგიდაც ბლოკიც აქ არის ტუმბოც კარადაც პიანინოც სპეციალური თაროც კარადაც ასაკვირია იქ მაგიდაც და საწოლი ნოხი და ჭერები და ჭაღიც გავაკეთე მოგეთ ყველაფერი თითქმის გავაფორმე როგორიც არის ჩემს ოთახში მოგეთ მეგობრებო ამით უკვე მე ვამთავრებ ჩემს ვიდეოს მადლობა დიდი ვინც ყველა ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეცეს ეს ვიდეო დალაიქეთ მე კი ახლა წავედი ნახვამდის